საპარლამენტო უმცირესობის წევრის ნუგზარ ციკლაურის თქმით ხელისუფლებას არ სურს 26 მაისს აღლუმი პრეზიდენტმა ჩაიბაროს სწორედ ამით ხსნის ნაციონალური მოძრაობის წევრი ხელისუფლების მიერ აღლუმთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. ციკლაური ასევე ამტკიცებს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზარალებს და არა პრეზიდენტს ან რომელიმე პოლიტიკურ ძალას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით იგი სამხედრო ძალის ჩვენების საჭიროებას ვერ ხედავს. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დამოუკიდებლობის დღე საყოველთაოზე იმია და არ არის აუცილებელი მხოლოდ სამხედრო ძალების დემონსტრირება მოხდეს. ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი ახალგაზრდა სიცოცხლე შეწყდა იმისათვის, რომ ისინი იცავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. რატომ არ იმსახურებენ ეს ადამიანები, რომ თავისი ტექნიკით, თავისი შეიარაღებული ფორმირებებით წარდგენ ჩვენი ხალხის წინაშე დამოუკიდებლობის აღდგენის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებზე. ეს არის ჩემთვის სრულიად გაურკვეველი. მე ვფიქრობ, რომ მართლაც საქმე გვაქვს ძალიან ბანალურ მოტივთან და ეს არის მოტივი, რომ პრეზიდენტმა, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა და კანონით განსაზღვრულმა პირმა, ვინც უნდა მიიღოს სამხედრო აღლუმი, არ ჩაიბაროს